ჩემო ძვირფასებო, გადავწყვიტეთ ჩავეწერა კიდევ ერთი გაშლა, რომელიც იქნება კელტური ჯვარი. იფიქრეთ თქვენს სიტუაციაზე, თქვენს პრობლემაზე და ვნახოთ, როგორ ამ პრობლემის გარშემო რა ხდება და რას გვეტყვის ტარო და როგორ გეტყვით, რას გირჩევთ ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. ჩემო ძვირფასებო, პრობლემა, სიტუაცია, ხო, პრობლემური სიტუაცია. ყველასთვის ინდივიდუალური იქნება ეს რაღაც პრობლემა. მე გავაჟღერებ რამდენიმე ვარიანტს, თქვენი რაც არის ის აიღეთ, ის მიიღეთ, ის ინფორმაცია და სიგნიფიკაცია თუ არ რეზონირდა თქვენთან, იმის რასაც ვიტყვი, რა პრობლემაზეც არის საუბარი, მაშინ ეს თქვენი გაშლა არ არის, ჩემო კარგებო. მაშინ ასე ვნახოთ. პრობლემა რას უკავშირდება ის პრობლემა და სიტუაცია, რომელიც ამჟამად გაქვთ, ხო, რას უკავშირდება ეს სიტუაცია თუ პრობლემა. ვნახოთ წარსულიდან რამ იქონია ამ სიტუაციაზე გავლენა, წარსულიდან რამ გამოიწვია, ხო, ეს პრობლემა, ეს სიტუაცია რამ გამოიწვია. ვნახოთ კიდევ შემდეგი კითხვა. თქვენ რას ფიქრობთ ამ პრობლემაზე, როგორ ხედავთ? რა არის ის, რაც თქვენი თქვენს ცნობიერში, რასაც ვერ აცნობიერებთ ამ საკითხთან, ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რას ვერ აცნობიერებთ. ვნახოთ შემდეგ. სხვების ზეგავლენა როგორია ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ქვემოთ ამოვდებ აი ასე ჯვარედინად კარტს, რომელიც იქნება გადაჭრა, როგორ ანუ პრობლემის გადაჭრის გზა ან რჩევა, ხო, რაღაც ერთგვარი და საბოლოო შედეგიც დავდოთ, მოდი, როგორ გადაწყდება, როგორ გადაიჭრება, როგორ მოგვარდება ეს თქვენთვის საინტერესო პრობლემა თუ საკითხი, რომელიც გახელვებთ. პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ, ერთი თვე ან რა ვიცი, როგორც გინდათ, ამას დავდებ აი ასე ცალკე. თუ საჭირო იქნება დავამატებ მე არკანებს. ვნახოთ. პრობლემა, რომელიც ჩემო ძვირფასებო, პრობლემა არის 10-იანი ხმალი, ჩემო ძვირფასებო, 10-იანი ხმალი. ვიღაცისთვის აქ არის 10-იან ხმალში ურთიერთობა, დასრულებული ურთიერთობა, ფიქრი დასრულებული ურთიერთობაზე, წარსულ ურთიერთობაზე. ზოგიერთისთვის ეს შესაძლებელია იყოს დანაკარგი, რომელიც განადგურებული ხართ, რომელთაც განადგურებული ხართ, დანაკარგი როგორც პიროვნული, ასევე მატერიალური არ აქვს მნიშვნელობა, დანაკარგი ერთი სიტყვით. საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფებით, იმიტომ რომ დაკარგეთ თქვენთვის რაც იყო ძვირფასი, შესაძლებელია გიღალატეთ, შესაძლებელია უსამართლოდ მოგექცნენ, განადგურებული ხართ ერთი სიტყვით და აი ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებით, როგორც ემოციური თვალსაზრისით, ხო, ემოციური თვალსაზრისით, ასევე, ხო, აქ წარსულთან დაკავშირებული გულის ტკივილი, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი წარსულის მისტირის ჯერ ისევ არ აქვს მოშუშებული ის ტკივილი ურთიერთობიდან, რაც შეგემთხვათ, ხო, რაც მოხდა და ერთი სიტყვით ეს არის თქვენი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია წარსულთან, წარსულ ურთიერთობასთან, ღალატთან, დაკარგვასთან, საერთოდ დანაკარგთან კი თქვენი ცხოვრებიდან საერთოდ ვფიქრობ ძალიან რთულ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებით ამჟამად. შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის უკვე როგორი მომენტია, იცით, ნახეთ, ლენორმანის დასით ვაზუსტებ. თითქოს უკვე ჩამოიშორეთ თქვენი ცხოვრებიდან ის ზედმეტი ტვირთი, ზედმეტი ნეგატივი, მაგრამ მაინც ემოციური თვალსაზრისით ამას მაინც განიცდით და მაინც გულით ტკივათ, ხო, იმ წარსულზე, რაც შეგემთხვათ და რამაც გული გატკინათ ასე და რატომ აწყართ. მოდი ვნახოთ, რამ იქონია ამ ყველაფერზე გავლენა, რამ იქონია წარსულიდან გავლენა, იმან იქონია, რომ თასის ტუზი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო, ძალიან გიყვარდათ და შესაძლებელია ეს თქვენი სიყვარული არ დააფასეს. ემოციური, ძალიან ემოციური პიროვნება იყავით. შეიძლება ითქვას ძალიან მინდობი, ყველას იქ ჯეროდათ, ყველას ასე ვთქვათ, გახსნილი იყავით ერთი სიტყვით ძალიან თქვენს ემოციურ მდგომარეობას
წარსულში ძალიან ნიმდობის შესაძლებელია იყავით და ყველასი ადვილად გჯეროდათ, ხო? იმპერატრიცა ამოვიდა, რომელიც ძალიან შესაძლებელია ძალიან ბევრს ითმენდა ურთიერთობაში, იყო რაღაც ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, იცით, ძალიან დიდი გულისტკივილი გაქვთ ერთი სიტყვით წარსულთან დაკავშირებით და ძალიან ბევრთან 99%-თან ეს იქნება, რომელიც ურთიერთობას უკავშირდება, ჩემთვის ვიფასებო ურთიერთობას. ძალიან ბევრი რამის მოთმენა შეძელით, ძალიან ბევრის ატანა, მაგრამ საბოლოოდ ეტყობა ყველაფერი მოთმინების ფილა აივსო და დასრულდა ყველაფერი, ხო? დასრულდა ყველაფერი. ეს ყველაფერი გამომდინარე იყო იქიდან, რომ თავის დროზე შესაძლოა იმდენად ემოციური იყავით და იმდენად ყველაფერი გულთან მიგქონდეთ და იმდენად გახსნილი იყავით ყველას მიმართ, რომ რეალური სურათის შეფასება ვერ შეძელით თავის დროზე. მოდი ვნახოთ რა იცით თქვენ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რა იცით. კრაზია საუბარი, ნახოთ რა იცით თქვენ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. რა იცით და ის იცით, ჩემო ძვირფასებო, ზოგიერთთან შესაძლებელია იყო ისეთი მომენტი, რომ ეს ურთიერთობის თუ ეს გულისტკენა გამოიწვია პიროვნების წასვლამ და რაღაც გზასთან არის დაკავშირებული, ჩემო ძვირფასებო, გზასთან არის დაკავშირებული, რომელიც თითქოს უწყინარი გზა, თითქოს არაფერი ისეთი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ურთიერთობა რაღაცნაირად თითქოს რაღაც ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, შემდეგ რაღაც გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდით. სულ სხვანაირად შეიძლება გეგმავდით, სულ სხვანაირი წარმოდგენა გქონდათ რეალურად, ხო? რომ თითქოს ყველაფერი კარგად უნდა წასულიყო, ეს ამ ყველაფერს თქვენთვის სარგებელი უნდა მოიტანა, მაგრამ რეალურად მოხდა ის, რომ აი ამ გზამ, რომელიც შესაძლოა ხო ბევრისთვის გზას უკავშირდება და გზასთან არის დაკავშირებული, ანუ რაღაც წასვლასთან არის დაკავშირებული. ამან გამოიწვია შემდეგ ეს ყველაფერი და კიდევ აცნობიერებთ იმას, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, რომ თქვენ უნდა გაგეგრძელებინათ და უნდა გადაგედგათ, ასე ვთქვათ, ეს ნაბიჯი, რაც უკავშირდება ბევრისთვის გზასთან და წასვლასთან, ჩემო ძვირფასებო. არ ვიცი, თქვენ წახვედით თუ პიროვნება, ვისაც ფიქრობთ, ის წავიდა, მაგრამ თქვენ ამას აცნობიერებთ, რომ უნდა მომხდარიყო ეს. რას ვერ აცნობიერებთ? ვერ აცნობიერებთ იმას, რომ აქ როგორია მსგავსი რაღაც შეცდომა თითქოს დაშვებული გაქვთ, არ ვიცი, წარსულში. ასევე ვერ აცნობიერებთ იმას, რომ არ შეიძლება მუდმივად ლოდინი იმის, რაც აღარ დაბრუნდება, რაც აღარ შეიცვლება. ასევე შესაძლებელია, თქვენ იცით, ვერ აცნობიერებთ იმას, რომ ერთხელ დაშვებული შეცდომა უკვე აღარ უნდა გაიმეოროთ და ასე ვთქვათ, ერთხელ რომ შეცდომას დაუშვებს და ადამიანი ვთქვათ, ერთხელ მიიღებს ხო თავს გაიტეხავს, შესაძლებელია იგივე განმეორდეს და თითქოს ერთი და იგივე წერეზე სიარული გიწევთ, რატომღაც აი ამას ვერ აცნობიერებთ, რომ რაც უკვე დაკარგულია, რაც უკვე დრო მოჭმულია, ის უნდა გაუშვათ. ამას ვერ აცნობიერებთ, ჩემო ძვირფასებო. მოდი ვნახოთ სხვების ზეგავლენა როგორია ამ სიტუაციაში, ამ ყველაფერზე. გავლენა იქონია თასის მეფემ, ჩემო ძვირფასებო, თასის მეფემ იქონია ამ ყველაფერზე გავლენა და შესაძლებელია ეს ყველაფერი ზუსტად აი ამ პიროვნების გამო მოხდა, ხო? ეს გულისტკენა ამ პიროვნებისგან დაგრჩათ ეს ყველაფერი და აი ამ პიროვნებამ თასის მეფემ ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია, რომ ითვლიან თქვენს ცხოვრებაზე. კი, იცით რა არის საქმე, მიჩვენებს შესაძლებელია ამ თასის მეფეს თქვენ გქონდათ რაღაც კომუნიკაცია, შემდეგ შესაძლებელია რაღაც შეხვედრა მოხდა თითქოს ფარულად, თითქოს არაოფიციალურ გარემოში, თითქოს მაგრამ რატომღაც ეს შეხვედრა თქვენთვის აღმოჩნდა
საბედისწერო, ხო? ამ შეხვედრის შემდეგ თითქოს ყველაფერი თავდაყირად ადგა. რაღაცნაირად შეიცვალა სიტუაცია და ყველაფერი ამობრუნდა. თითქოს აი ამ შეხვედრის შემდეგ რაღაც სიტუაციის მსხვერპლი გახდით თქვენ, შემოძვრფასებო. ნახოთ აბა ამის მოგვარების, მოგვარების რა უნდა მოიმოქმედოთ, ხო, რომ მოგვარდეს. უნდა იყოს შეუპოვარი. თქვენი მიზნებისთვის, თქვენი სურვილებისთვის უნდა მიზნების და ოცნებების ასრულებისკენ უნდა ისწრაფოდეთ. უნდა იყოთ შეუპოვარი, ერთი სიტყვით ხვნის რაიმედი ამოვიდა აქ შემოძვრფასებო. ეს თქვენ უნდა იყოთ მიუხედავად ამ გულის ტკენისა, ფარხმალი არ უნდა დაყაროთ. აი ეს არის ამ ყველაფრიდან თქვენთვის გაკვეთილი, თქვენთვის რჩევა და კი, რასაც გეუბნებით, რომ თქვენი ოცნებების და თქვენი მიზნებისთვის არ უნდა დაყაროთ არასოდეს ფარხმალი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია გული გატკინეს, შესაძლებელია განადგურებული ხართ, ხო, და საერთოდ სიცარიელეს გრძნოთ შინაგანად, მაინც ფარხმალი არ უნდა დაყაროთ და შედეგი რა იქნება? შედეგი ის იქნება, რომ თქვენ უფრო მეტად გაძლიერდებით. თქვენ უფრო მეტად გაძლიერდებით, უფრო მებრძოლი გახდებით და თქვენს სიმართლეს ბოლომდე გაიტანთ. აი ეს იქნება ამ ყველაფრის შეძლებთ ერთი სიტყვით. მოგერიებას იმ წინააღმდეგობების გადალახვას, რომელიც ამ მომენტში გაქვთ, შემოძვრფასებო და ეს შეგმატებთ უფრო მეტ ძალას, უფრო მეტ ენერგიას, უფრო მეტ თავდაჯერებას. შემოძვრფასებო, აი ეს არის აი ესეთი იყო მოკლე გაშლა. ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდა, მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის. გამომეხმაურეთ, დამიტოვეთ კომენტარები, მადლობა.